მამისა და დედისა და სულისა ძმისა და თქვენ შეგრებილი ხართ მამერისას დაბადების დღეა მისი ნაცნობები თანაკლასელები სოფლმელები სოფლმელი იყო და მე მიხარია რომ როგორც ფისახური ისე წაიყვანა ღმერთმა დღეს კიდევ სამძებრი ოჯახის ძებრებს მამა კონსტანტინე გიორგაძე გარდაიცვალა რომელიც მსახურობდა ივანე ღვთისმეტყველში და ღვთისმსახურებზე მინდა ვთქვა რომ როგორც კომუნისტების დროს იყო ცილისწამება ღვთისმსახურებზე რატო იყო ცილისწამება იმიტომ რომ უარყოფდა აღმოსი კომუნისტური წობა და ასევე ახლა დღეს ხდება მთელი მსოფლიოს ღეშია ნათქვია ლიბერალები მასმედია ტელევიზია პრესა და ხდება ზეგავლენა მოწმეებზე იმიტომ რომ ზოგი მოწმეა და არასწორად აზროვნებს ზოგი ჩემი ასაკია მაგრამ მე რა მიხარია ხშირად მომბა რა ის რომ დედა იქა შვილი აქა ცოლი იქა ქმარი აქა ფიზიკურად ეს ხო რეალობა ეს ხო საშინელება მაგრამ როგორც 68 ადამიანს ამიხარია რომ ჩემი ამ დემოკრატიის პირობების საშუალება გახდა რომ ჩემი ღვთისმსახური გამტარიყო საშუალება გახდა აი ბიბლიის ცოდის ამიტომ რომ ბიბლია გაგებული ქონდა საერთოდ გამშიძოს მაგრამ ცოდის საშუალება არ იყო კიდე საშუალება გაქვს რომ გაიგო შენი ბავშვები გაზარდო ქრისტიანულ მოთმობებით წმინდა დაცხოვრებებით და მიხარია რა რომ ახლა მოდიან რუსები და ბერძნები უკვე თუ რამდენი რევლია საქართველოში მაგრამ ხარისხი რო იყოს სამში გამფრინდება საქართველო არა დასავლეთის და ამერიკის ყურებით ამის ღმერთის ყურებით რაცა უნდა კარგი იყოს ამერიკა და ევროპა თუ იმას ამყარებ ამერიკა ევროპაზე იმას ქვია კერპი ხარდა ღმერთის არამეზე იმას ამყარებ ფული იქნება თუ ქვეყანა ძლიერი კერპია ეს და ეს ცოდვა და შეად მოყავს ალექსანდრე მაკედონიის მაგალითი რომ ეს პრობლემა მომუშავა ეს ფორმა მომუშავა და სულ 23 წელი წაიყვანა ღმერთმა ამიტომ ის იმედი უნდა გქონდეს ღმერთის ვარ იყოს პოლიგონი ვარ იყოს ევოლუცია ყველა უნდა ვილოცოთ გული სადაც არის რომ იქაც შეცდეს საშინელებაა ძმათა ომია ეს უკრაინა და რუსი ვინ გავა ერთი წარმოგობა მაგრამ სანამ არ იქნება მეორე მოსვლა პროცესაკ მოქმედების თავისუფლება და თესავს სიზულის აი თესავს უთანხმოებას აი გული მიგდება რომ დაუჯახებულების 10-დან 7-დან შორის 100-დან 70 ახაც ხანდახან ახლა მოაცეციდან ზღვარი რო ვარ რას ხედავ რომ ხანდახან ერთობა არ არის ძმებს შორის ასევე შეად მოყავს ივერიის ხაზს დავუღებოდი 15-20 ზოგან მთელი სიმბოლი არის საქართველოს კოდურის ხუებაში ვიყავი მაშინ არ იყო დაგლობილი და ერთი და იგივე სურათია ასარებებში განგითხვა რატო ხდება ეს იმიტომ რომ უხლაი მტერიცა დაგინახავს რომ შენ ღვთისმსახური გახდი შენ ბერი გახდი შენ მოჩილი გახდი შენ მაზიარებელი გახდი თუ მიადოვე ცოდვები გარეგნულად ამასაც განგითხვაში და როგორც განეკითხავ ესე განეკითხები და უმეტესობა დაავადებული ვართ ამ განგითხვით და ამაში ხელს გიწვევს მასმედიაც ამიტომ რა უნდა ვქნათ უნდა ვეთქოთ საკუთარი ცოდების ხედვა და ხშირად ყველას ვეუბნები შემსრულებელს რომ ვიმეოროთ ეფრემასოვის დოცვა არა მარტო ამ მარხაში ყოველდღიურად საღამოს იგაწერია მეტომ მაინჯეო განსტატვისა ცოდვა და განსტარვა ცოდნა რო აქონდეს ცოდვებისა მაშინ ასარებას ავიტყოდით მაგრამ განსტარას ქვია გულით საკუთარი ცოდვების შეგრძნება ის გაგათავისუფლების განგეთვისაგან და ხდები თამდაბარი და როცა გაგლია ეს გულით განსტა ხარ ამ პარტავნებაში და მამა გაბრიელზე მოყავს მამა გარე სიტყვები რომ ერთ ადამიანზე უკეთესი რომ გეგონასო თავიო საზაგელი ხარო ღვთის წინაშე და ეს ამბატანა ყველა საიზღარი ცოდვა ღვთის წინაშე და ჩვენ ხშირად ქართველები ვიყავით შემოსულები ფიზიკურად განადგურების და ცოდების გამოსდება ამბატავნების გამოსულიშვას უმეცად და ღმერთმა მოსცეს საკუთარი ცოდების ხედვა ეს ჩილვეთ ბეზობილი კი ტერია არა ხალხი არამედ რუსეთის ხელისუფლება ის ევროკავშირი ტერია ჩემთვის მოწმენისთვის არა ფრანგი ესმენი და გერმანელი არამედ თვითონ კანონი დემოკრატია დემონი ხო იცით დემონი არის ეს მაგ დემონოკრატია მე ასევე ძახი რატო იმიტომ რომ ისეთი ქვეყანა როგორც საბერძნეთია ასეთ ქვეყანას სადაც ფეში ათონის და პატრიარქობა ეკიდან მოდის ჩვენ ახლა დიდი ისტორიკო ქართულისმა იმათ მეტი აქვს იმიტომ რომ პატრიარქობა საბერძნეთ ასეთ ქვეყანას 3 წელია დაგონილა ხარასწორი ქორწინება და გამოსწინააღმდეგობა რა აი რას უკეთებს ლიბერალური არხები ლიბერალიზმი ადამიანებს
გაშურებას ღვთისგან ჩვენთანაც ღმერთი